გამარჯობათ, მეგობრებო. როგორც იცით, გუშინ მთელი ჩვენი საძმო მივდიოდი ბათუმში იმისთვის, რომ აგვენიშნა დიდგორობა. შევიკრიბეთ ქუთაისში, აღმაშენებლის ძეგლთან მოვიყარეთ თავი, სადაც მოვიდა პოლიციის და უშიშროების წარმომადგენელი და გითხრა ესეთი რაღაცა. ჩვენ კი გიცნობთ, თქვენ შეგნებული ბიჭი ხარ და თხოვნა იქნება, რომ რაიმე სიმბოლიკის დაწვას, დროშის დაწვას ან ასე შემდეგ ხომ არ აპირებთ. მე ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა ამ მსგავს არაფერს არ ვაპირებთ, მივდივართ, იქ გველოდებიან მეგობრები, რომლებიც ჩვენთან ერთად უნდა აღნიშნონ უბრალოდ ვიზეიმო დღევანდელი დღე. ეს იყო და ეს აქ დამთავრდა კომუნიკაცია მაგათთან. ამის მერე წამოვედით, ქუთაისს ვიყავით დაახლოებით 3-4 კილომეტრით ამცდარი, სადაც გაგვაჩერა პოლიცია. გაგვაჩერა პოლიციამ დაახლოებით 9 საათი ვერ ნახეს ვერც ალკოჰოლური თრობა მძღოლში, ვერც მანქანას ვერანაირი პრობლემა ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ არ გაგვიშვეს. ამის მერე ჩამოვედით მანქანიდან, სადაც ჩავწერეთ ჩვენ ლაივი და მოუწოდეთ წინა განსაქმეთა მინისტრს, უშიშროების უფროსს, რომ ხელს ნუ შეგვიშლი და ამ ღონისძიების გამართვაში. ამის შემდეგ მოდის ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც საყურისები ჰქონდა აკეთებული ყურში, ტელეფონით საუბრობდა და იქცეოდა პროვოკაციულად, მოვიდა ჩემთან და მეუბნება, რატო ამბობ იმას, რომ საქართველოში სამშობლოს სიყვარული დასჯადია. ეს არის ვიღაც ნაძირალა მუმლაძე, რომელსაც მე აქედან გპირდები, ძალიან ცუდად დაგიმთავრდება და ძალიან ცუდად დაამთავრებ შენ კარიერას, იმიტომ რომ შენი შეგნების, შენი განათლების და შენი აშკაცობის ადამიანი საზოგადოებისთვის საშიში არის, მით უმეტეს თუ პოლიციის სისტემაში არის შენი მორალით მით უმეტეს. მე ვუთხარი მას, რომ შეუწიგნურო, შენ ისიც არიცი, ალბათ ისიც არიცი, რომ ილია ჭავჭავაძე სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მოკლეს, დიმიტრი ყიფიანის სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მოკლეს, ცისფერ ყანწელების სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მოკლეს, ზვიად გამსახურდია სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მოკლეს, ასევე მერაბ ყოსტავა და თუნდაც შარაძე ბოლოში. მოუბრუნდი მე ამ ნაძირალას და ვეუბნები, რომ როდესაც ქვეყანაში ომის ვეტერანს გააჩნია მხოლოდ 22 ლარი შემწეობა, ეს არის სამშობლოს სიყვარულისთვის დასჯა. შემდეგ მეუბნება ეს ნაძირალე, რომელია მის მონაწილე ხარ, ძველ ბიჭური ტონით ვიღაც ოლიგროვა. ნაძირალა ვიგინდა რა, პოლკოვნიკი თავზე უნდა დაგახიო მაგ წოდებები და აუცილებლად მიიღებ მაგას. აუცილებლად მიიღებ. და უთხარი მე გასაგებენაზე ამოვიღე ვაჩვენე ბარათიც ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწვევა, არა მარტო მე. აქ არიან ბიჭები, იგივე ომის მონაწილეები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ეროვნულ გმირებთან ერთად, ზაზა დამენიასთან ერთად იბრძოდნენ. ალეკონიან ჩემ ბავშვობის მეგობარი იყო. ასევე ტატუნაშვილი, ერთად მსახურობდნენ. და მე ეს ვიღაცა ვიგინდა რა ნაძირალა, რომელიც არ ვიცი რა ზნეობის და მორალის ადამიანია, დამცინავად აგდებით მეუბნება ამას. ამის მერე მეუბნები, რომ შენ თუ პოლიციელი ხარ და შენ თუ წესდება იცი. მესამე პირს, რატომ ასმენიებ ჩვენ საუბარს, რატო საუბრობ ტელეფონით? ყურში რატო გაქვს საყურისები გაკეთებული და რატო ასმენიებ მესამე პირს, მაგრამ აშკარა იყო მისგან ღებულობ და დავალებებ თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი. ამის შემდეგ ამბობს ის, რომ თიშავს ტელეფონს და ამბობს, რომ მე მას მივაყენე შეურაცხყოფა და ვეკითხები, რაში მდგომარეობს შეურაცხყოფა. ესე იგი შენ მე პოლიციას მეუბნები, რომ მე კანონი არ ვიცი. თურმე ეს ყოფილა შეურაცხყოფა. შენ კანონი კი არ საერთოდ არაფერი არ იცი ცხოვრებაში, შენ ნაძირალა ადამიანო და შენ ისე დაასრულებ როგორც უნდა დაასრულოთ. ამის შემდეგ ხედავს ახლა ამ ბიჭებს, ნავარჯიშები ბიჭები არიან, MMA-ის მებრძოლები, სპორტსმენები, ვეტერანები და ეწყება პანიკა, შიშის პანიკა, რომ ვინმე ალბათ არ გალახოს და ციოკით იძახებს დამხმარე ეკიპაჟს. რომ მოდით, უნდა დავაკავოთ, წინააღმდეგობას მიწევს. ამ დროს წინააღმდეგობა არავის გაუწევია, კიდე კაი ლაივიცაა მაგის ჩაწერილი და არსებობს მაგის მტკიცებულებები. რა თქმა უნდა ახლა სამხრე კამერები წაშლილი იქნება, ჩართული არ ექნებოდათ, ეს პირველი შემთხვევა რა. ამის მერე მაკავებენ და თურმე ჩემი დაკავება ისეთი საშიში კრიმინალი ვყოფილ ვარ. თურმე ისეთი საშიში კრიმინალი ვარ, რომ თურმე აუცილებლად აღკვეთ ღონისძიებები უნდა შემიფარდეს და გამომიყვანეს ისევე ჩემ მშობლიურ უბანში, აქ მომათავსეს, გავიდა 24 საათი, გამოვედი გარე. გადავადებიე სასამართლო, იმიტომ რომ ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ
აი ესეთ ბრალდებას მე ჩემ თავზე არ ავიღებ, მით უმეტეს მთელი ღამე მქონდა საფიქრელად, როცა რაღაცაში ხარ დამნაშავე 1%-ითაც კი შენ თავში ეძებ რაღაცა მიზეს, მაგრამ როცა აბსოლუტურად უდანაშაულო ხარ, ამ შემთხვევაში უბრალოდ არ იცი ადამიანმა რა სახელი მოუხერხო ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, მე დაუკავშირდი უბრალოდ დაუკავშირდნენ და მოვიდა იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოსული. მოვითხოვე ამ პიროვნების მიმართ დაიწყო სამსახურეობრივი მოკვლევა და მოხდეს ამ პირის იდენტიფიცირება თავიდან ბოლომდე და ახსნას და კანონის წინაშე აგოს პასუხი და დათხოვილი იქნა სისტემიდან. არანაირი ჯარიმის გადამხდელი მე პირადად არა ვარ. იმიტომ რომ ეს ჯარიმა, რომელიც 2000 ლარს ითვალისწინებს, არის ჩემი სამხედრო პენსიის 8 წლის საერთო ჯამი, რომლის გადახდის საშუალებას მე ფიზიკურად არა მაგრამ როცა მქონდეს, მაინც არ გადავიხდიდი. აი ამაში არის საქმე. ახლა აქედან კიდე ერთხელ გეტყვით რა. კიდე ერთხელ გეუბნები. საქართველოში სამშობლოს სიყვარული არის დასჯადი. დასჯადი იყო, დასჯადი არის და ასე გრძელდება. ახლა აქედან კიდე ბოდიში მინდა მოუხადო იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებიც ბათუმში გველოდებოდნენ და აჭარიდან გველოდებოდნენ. და ესე მოხდა ჩემო კარგებო, ეს ბიჭებიც 12 საათამდე ყველა დაკავებული ყავდათ, გაჩერებული ყავდათ, დაკითხვაზე ყავდათ და ასე დაკითხეს ყველა ის აჭარბი. ხო, ისინიც დაკითხეს თურმე რაღაცა დიდ უბედურებას ვაპირებდით თურმე რა ხალხო. აი ეს არის. ჩვენ ქართველებს, პატრიოტებს, ომის ვეტერანს არ მაძლევთ იმის საშუალებას, რომ საქართველოში დიდგორობა აღნიშნოს. რომელი დაპყრობილ ქვეყანაზე მეტი საშინელება ეგ არა, ასე ბოლშევიკები და კომუნისტები არ იქცეოდეთ. ფუი თქვენ კაცობას უყველას. ერმილე ის რას ნიშნავს ეს ნამიოკი და ეს? ეს ნიშნავს ეს ნამიოკი ნიშნავს იმას, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ ყველაზე დიდ გამარჯვებას, როდესაც პატრიოტ ხალხს არ აღანიშნიეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ხარ მოღალატე. და როდესაც მოღალატე ხარ, მაშინ არა მარტო ბათუმს, მთელ ქვეყანას გადაცემდა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გამოდის თურქეთის პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ბათუმი თურქეთის ნაწილი იყო, მე-11 კლასის სასწავლებელი წიგნში პირდაპირ ასწავლიან, რომ აჭარა საქართველოს მიიტაცა, ეს დოკუმენტებია პირდაპირ ჩახედოთ. და კარგად ვიცით რა ხდება იქ. ეს როგორ ხდება ისიც ვიცით. ჯერ ცხადდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა, მერე ხდება უბრალოდ ისეთი რაღაცა, რომ ამ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში კაპიტალი ვისაც აქვს ჩადებული, ის ხდება ამ კაპიტალის დამცველი და რა თქმა უნდა, ესაა თურქეთი და ესაა თურქული ანექსია. და კარგად იცოდნენ მაგათმა, რომ ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებოდით ისე როგორც ნამუხვანზე, სამშობლოს გაყიდვას და მე პირადად გიწოდეთ თქვენ მოღალატეები მაშინ. არა, რას ფიქრობთ ახლა ბიჭო, მამაჩემი 5 წელი ყავდა დაკავებული ეროვნული მოძრაობის დროს. სამშობლოს სიყვარულის გულისთვის. ძმა გაქცეული მყავს პოლიტიკურ დევნაში. ვარ მოხუც დედასთან ერთად დარჩენილი. თქვენ ხო ადამიანობა არაფერი გაქვთ დარჩენილი, მაგრამ რა გონიათ ახლა მე ის კატეგორია ვარ, ან ციხით შემაშინებ, ან რამით შემაშინებ? თუ არ იცით რომ იმ გვარისა ვარ, რომელსაც უკან დახევა ვერ წარმოუდგენია და არ ჩაუდენია. აუცილებლად გიტირებთ ყოფას, დაგამხობთ ბოლომდე. კარგი. არა, მოკლედ. საქმეა რა თქმა ჩვენ უკან დახევას აღვაწინებთ. იცოდეს ყველამ, ჩვენ შეიძლება დაგვიჭირონ, ჩვენ შეიძლება ისეთი რაღაცეები მოგვიწყონ, მახეები დაგვიგონ, მაგრამ ჩვენ რა მიწაზეც გავარ, ნებო. ეს მიწა ჩვენაირი მე ვერ გავკანიერდებ და ვიტყვი რომ ჩვენაირი ხალხია, ჩვენზე უკეთესები იყვნენ, მოდი იმათ მივებადოთ, ვინ ჩვენზე უკეთესები იყვნენ და ჩვენ თუ იმდენს ვერ გავაკეთებთ, ჩვენ ყველამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთებთ. და უკან დახევა კიდე არ ჩვევია რა. დაგვიჭირო რა, მაქსიმუმ დაგკოცოთ, ჩვენი სისხლის ძვირად დაგიჟდებათ, მოიცოდეთ კიდე. თითეული სისხლის ძვირად დაგიჟდებათ, მეტი არ შეგიძლია, ჩვენ იმიტომ რომ თქვენთან არ არის იმასაც მოღალატეები ხართ ჩამოყალიბებული. ჩვენი სისტემა დავანგრიე. დიდგორი არის საქართველოს და აღმოსავლეთ საქრისტიანოს ყველაზე დიდი გამარჯვება. და საქართველოში დიდგორობის აღნიშნავს თქვენ ვერ მოშით, ქართულს ვერ მოკლავთ, რაც არ უნდა მანქანებით და მახინაციებით გვებრძოლოთ ჩვენ საქართველოს მოყვარულებს და ქართველებს ვაჟკაცებს. სანამ პირში სული გვიდგას, გვემახსოვრება დიდგორი, გვემახსოვრება წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი და ვივლით მათ ნაკვალებზე ღმერთმა შეგვეძლოს. ამინ. ზეჩაც კიუხებს, ნამეხებს დახუჭა თვალები დიდრონი, უკან დასახევი, ჩახერგე გზები და იყვირე დიდგორი.
ვარი გუწევ. მეგობრო, მაქსიმალურად გადააზიარეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ შესაძლოა დაბლოკონ ან რაიმე მსგავსი, გადმოწერეთ და თქვენც დადებით. დროებით გემშვიდობებით და მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოგიკითხა და ხარში გუდგას.